მოდი ახლა იმ თემაში ვახოთ, რომელიც მე მგონი ჭორი აღარ არის, უკვე სიმართლე, იურმალაც ხო გასართობია, ხო, ერთ-ერთი არაჩვეულებრივი. იურმალაზე რაღაც მოხდა, ხო, მე მგონი სალომე ქათამაძე აღარ უშვებენ. როგორი ინტრიგანი ხარ. რამდენადაც მე ვიცი, სწორედ სალომე ქათამაძე მელიზმა დაუწუნეს. სალომე ქათამაძე იქნება წელს წარმდგენი საქართველოს იურმალაზე და ვერამდენადაც ვიცი გაიარა ძალიან ბევრი ეტაპი და სხვა მომღერლებიც გადიოდნენ მასთან ერთად და მხოლოდ სალომე ქათამაძე მივიდა ფინალამდე. ფინალამდე რას გულისხმობ, ანუ უკვე იქამდე რომ წარადგინოს საქართველოს იურმალაზე. ნოდიკო ტატეშვილი ევროვიზიაზე, სალომე ქათამაძე იურმალას. დაურეკოთ სალომეს. გავიგოთ მართალია თუ არა ეს ამბავი და საერთოდ რაღაც სალომე ძალიან კარგად მიდის, მე ვთვლი თავის კარიერულ საფუძვლად, იმიტომ რომ გულწრფელია. მართლა კი, შეიძლება მართლა ძალიან ნიჭიერია. გულწრფელი და თან ნიჭიერი, ეს რაღაცა იმას აძლევს, რომ იყოს თან მე ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებიც არიან თვით ირონიულები. ეს ყველაზე მაგარია. ეს ყველაზე ძალიან აქ ამის ნიჭი და სალომეს აქვს, მე რამდენიმეჯერ მქონია. ალო, სალომე, გამარჯობა, რადიო აფხაზეთის ხვიდან გირეკავთ, ცოტა ყავდა ბევრი ჭორი, ზუზუ და ნუკი, როგორ ხარ? კარგად, შენ? სალომე, ხო არ ცუდროს ხომ? სალომე, ეს რო იცი, ცუდროს ხომ არ გირეკავთ? არა, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ? მე მინდა რომ სმენელს შევახსენო, ეს იგი სალომეს რეგალიები. სალომე არის ახალი ხმის გამარჯვებული, Golden Talent-ის, ასე ვთქვათ, გამარჯვებულის ტიტულის მფლობელი. და აი ყველაფრის გამარჯვებული, მე მგონი რაც კი დაუწყია და გაუკეთებია თავის ცხოვრებაში, ფანტასტიკური ხმის მქონე ადამიანი, რომელსაც რამდენადაც ჩვენამდე ამბები მოვიდა, რომელიც წარადგენს საქართველოს იურმალაზე. და მე ვარ ძალიან ამაყი ერთი ამბით. ნახე სალომე ცხოვრება რა მაგარია. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ შენ გისმენდი მაშინ, როცა ამდენი ხალხი მოგისმენდა, გახსოვს ესეთი პერიოდიც იყო და როგორი შენი რუსულ სიტყვას ვიხმარ, როგორი ბალეში კი ვიყავი. აი არა სალომე, მეც ხო გეუბნებოდი, როგორ შემეტენებაზარია. მეც ხო გეუბნებოდი, რომ ყველაფერში გაიმარჯვებთ, ხო? კი, შეთო. აი ხო მოყევი. როდის მეუბნებოდი მაგას, როდის? აი, გეუბნებოდი. ეხაც გეუბნები, რომ იურმალაზე გაიმარჯვებ და მე არ დაიწყო, რომ გაიმარჯვებ რა. როგორ მოხვდი მაგამ ბავშვი, მოგვიყევი. ესე იგი, ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნა იყო პირველ რიგში. ჩვენ ესე უნდა ვთქვათ. ჩემი მეგობრების, სამორჩილაძის და რამდენადაც მეც რაღაც ეტაპები იყო, ხო, სალომე გასავლელი, რა ეტაპები იყო? ანუ ეს ხო მოგისმინა იგორ კრუტოი? კი, როგორ არა. ხო, მათ ხო ესე იგორ კრუტოი უნდა გადაწყვიტოს თუ რაღაც. მე რა გადაწყვიტა? რა სიმღერები იმღერე? რა სიმღერები შეასრულე? შეასრულე ჩემი We Are The World. და მეორე ვიტნის არაუვლიდი შენ გვერდს ჩემს ვიტნის და იმღერებდი აუცილებლად, ხო? შენი ვიტნი არ მიმღერე. აბა რა იმღერე, ესე იგი We Are The World კიდე? We Are The World და ანუ ეს საქართველოს შესაჩევი ტურზე ვიმღერე Fantasia I Believe. მოცინათელა და ნუ იქ ქართული რაც მომღერე სამწუხაროდ. და ერთი მაინტერესებს ძალიან ალბათ ნუკისაც და მთელ საქართველოს სალომე ქათამაძე თავისი ვიზუალით, თავისი ვოკალით, თავისი მიმართულებით, თავისი გემოვნებით იურმალს აქვს ესეთი ფორმატი აუცილებლად უნდა იმღერო ერთი რუსული სიმღერა და რომელ რუსულ სიმღერას შეახტი? არა ეგეთი. საიდან მოიტანეს? იურმალაზე ერთი რუსული სიმღერა აუცილებელია. მართლა? არ უთქვამ სხვათა შორის. არ უთქვამ და გეტყვიან აუცილებლად, იმიტომ რომ არც ერთი იურმალა არ ჩატარებულა, არც ერთი მომღერლით რომ არ იმღეროს ქართული ისა რუსული სიმღერა. არ ვიცი. აი კითხეს სოფო ხალვაში ხო იმღერე რაღაცა. ყველა კაი ქართული სიმღერა იმღერე, რუსული იმღერე რაღაცა, არა ესეთი. კარგი, მოვიფიქრე. ასე რომ უნდა მოვიფიქრო. აი ჯორჯიამ ხო იმღერა ის და არარინა ფარანინა იატიბა ლუბლუთ რა. არა, კარგი, სერიოზულად სალომე, რა ეტაპები ქონდა გასავლელი? პირველი იყო საქართველოში, შემდეგ? პირველი იყო საქართველოში, საქართველოსური, შემდეგ იყო კიევში გავემგზავრეთ, იმიტომ რომ ვერ გადაწყვიტეს, კონკრეტული არჩევანი ვერ გააკეთეს. და ნუ შემდეგ უკვე კიევში დაკონკრეტდნენ, გადაწყვიტეს ეს. ვინ გისმენდა, ვინ წყვეტდა ამ ყოველივეს? ჩაშარებინი კროტოი ნასტა გვარი არ მახსოვს მუსიკალური პროდიუსერი. ჩვენი გადაცემა დაემსგავსა იმას ინტერვიუს. ანი ლორაკი და ანი ლორაკი წყვეტდა შენ გემღერა თუ არა შენ მოგიკვდი მე?
ანი ლორა კიდე ანე ვესკი და გული ძალიან კაი გოგო არ არის იყო საქართველოდან კაი გულია კიდე ვინ იყო სალომე საქართველოდან შენს გარდა როგორ? ანუ კიდე ხო იყვნენ ალბათ კონკურსანტები საქართველოდან, რომლებიც ვერ გავიდნენ საქართველოს ანუ მე და ნინი, ანუ ამ კიევში გულისხმობ ალბათ, ხო? ხო. საერთოდ ვის უნდა და იურმალაზე კიდე მოხვედრა ეს ეტაპები ვინ გაიარა? ეტაპები ანუ 30 ბავშვი იყო საქართველოს ტურზე. არ გინდა რომ გული დაწყვიტო რომ ჩამოთვალო, ხო? უყველა ჩვენი მეგობრები, უყველა ძალიან მაგარი ნიჭიერი ადამიანი. ნინი ცნობილაძე? და ანუ იქ უკვე წავედით მე და ნინი ცნობილაძე. და ნინის როგორი საბოლოოში როგორ შეთაბერტება და რამდენთაც მე ვიცი, ახალ ხმაშიც შენ მოუქე, თუ შეიძლება ასე ითქვა და აქაც გამოდის რომ შენ გაიმარჯვე. ხომ არ ეწყინა თუ ეს რაღაც ჩვეულებრივ მეგობრულია? როგორ? ანუ ხომ არ წყენია თქო რომ მეორედ გაიმარჯვე. ბოლო ამ სალომემ დამღელაო არ თქვა? არ ვიცი ხა ვერ გეტყვი მაგრამ ჩვენ ძალიან მეგობრები ჩვენ ხო დავუყავთ ნინო ცნობილაძეს და ვკითხავთ სალომემ დაგღალა თუ არა? თავისი ხმის დიაპაზონი. მეგობრული და თან მაგარი გოგო ხარ. როგორ ერიდები ყველაფერს. სალომე, როდის იქნება იურმალა? როდის უნდა ვიკივლოთ და ვიწივლოთ? იურმალა იწყება 23 ივლისს. აჰა. მაგრამ შეიძლება ჩვენ უფრო ადრე მოგვიწიოს. და შენ ჩემგან პირველმა გაიგე, მაგრამ მე შენ გეუბნები რუსული სიმღერა გაქვს სამღერი აუცილებლად და იმღერე, მოდი იმღერე რამე ისეთი. აგუზაროვა და იქნები შაბა. ეხლა იცი იურმალა რო დაიწყება არის სამი ტური, ორი არის ინგლისური, ერთი არის ქართული და ერთი არის რუსული, ეს ფაქტია. მე დიდი მაყურებელი ხო იცი იურმალების და იალტების და ახლა გამომდინარე დამიჯერე. მოემზადეო ზუზუ გეუბნება. გეუბნები კარგი რუსული. შენ ესეც მოგიხსნა. შემატკივრები იქნებით. და ზუსტად ვართ, ხო იცი რომ. იმედი მაქვს. უკვე ვართ. სალომე, რამე კრიტერიუმები არსებობს კიდევ? ანუ აი რაღაცა პირობითად გარეგნული ცვლილება ხომ არ ელოდება შენს? გარეგნულ ცვლილებას ერთადერთი იმას, რომ აუცილებლად უნდა გავხდე და ვიყო წარნაში და რამდენ საპირებ, რატომ აპირებ, რა გინდა? აი მე არ ვიცი. ну დაახლოებით ეს შედის თუ შენი სურვილია თუ გითხეს რომ სალომე კარგად მღერი უნდა გახდე არ თქვა არ გეტყოდნენ იმიტომ რომ ეს როგორ მომწონს ვიკროტეში ხა მეგობრები კი მოწლებენ როგორ ო გაჩერდი ხა რაღაცა გიხდება ეს რაღაცა გიხდება როგორიც ხარ გვერდზე აპარსული თმა ოდნავ სუქანი და დიდი გლოტკა გაჩერდი და შენ სალომე ფაქტია რომ ჩვენ წარმატებებს გისურვებთ იმედი გვაქვს რომ გაიმარჯვებთ და მე უკვე დაგირეკავთ და მოგილოცავთ იცოდე რომ ჩვენ ვართ შენი გულშემატკივრები ისევე როგორც ალბათ მთელი საქართველო წარმატებებს გისურვებთ წარმატებებს მიყვარხართ კოცნი ძალიან ბევრს და მიყვარს იოთო დაედო ფიზები თქვენ კოცნი ძალიან ბევრს წარმატებები მის პაკა